პირველ რიგში თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს. ბატონო, გიერთდებით. ანდრე კვარაცხელიას რაღაც წუთებში გამოუტანეს განაჩენი, ეს 4-5 წელს შორის პატიმრობა, ესე ჩვევად ექცათ, რაღაც ესეც თითქოს მათთვის სიმბოლური გახდა. ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ზის ახლა უსამართლოდ ციხეში ივანიშვილის ტუსაღებს, მალე გათავისუფლება. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თქვენ სწორი აქცენტი დასვით აბსოლუტურად. ეს არის ფასი, რომელსაც გადაიხდის საქართველოს მოსახლეობა ქართული ოცნების ქმედებების გამო. ის რაც განცხადება, რაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების ეს ახალი რიტორიკა არის, რა თქმა უნდა, პროპაგანდით ნასაზრდოვები, ოღონდ შეურაცხმყოფელი თავისივე ამომრჩევლისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ჯერა ეს ამისი, რომელიც არის გაუთვითცნობიერებელი შეიძლება, თუმცა ამას ძალიან ბევრი ცოდნა და რაღაც პოლიტიკის ცოდნა და სოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის არ სჭირდება, რომ გვაშანტაჟებს თურმე ევროკავშირი, რომ საქართველო დგას რაღაცა ეროვნულ ღირებულებებზე და მათ უნდათ რომ ეს ყველაფერი მოსპონ და საქართველოს რაღაცა ვასალად გაიიხადონ, საბჭოთა კავშირს შეადარეს ევროკავშირი რამდენიმე დღის წინ. მაშინ, როდესაც ევროპა და ევროკავშირი არის ღირებულებებზე დაფუძნებული და ღირებულებებზე შექმნილი გაერთიანება სახელმწიფოებისა და ეს ღირებულებები არის პირველ რიგში, ისტორიაც გავიხსენოთ, ეს არის კონსერვატული ღირებულებები, ეს არის ოჯახის ღირებულებები, ქრისტიანული ღირებულებებით ნასაზრდოვები თავის დროზე 50-იან წლებში, რომელიც გულისხმობს ტოლერანტობას, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვას, გულისხმობს თანასწორობას, დემოკრატიული სტანდარტის არსებობას ქვეყანაში. აი ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შანსი ისარგებლოს იმ უდიდესი პრივილეგიებით, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. ევროკავშირი არავის არ ითრევს თავისთან. პირიქით, ის აყენებს თავის სტანდარტებს და იმ სტანდარტებს, ვინც არ აკმაყოფილებს, მისი კარი ევროკავშირისთვის ღია არ არის. ვიზა ლიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა, ეს იყო არა უფლება, არამედ პრივილეგია, რომელიც დაიმსახურა ქართველმა ხალხმა პირველ რიგში და ახლა ამას საფრთხეს უქმნის ქართული ოცნება, ახდენს თავისი პროპაგანდით დემონიზებას ევროკავშირის, ზოგადად დასავლური ღირებულებების დაყვანას ამისა რაღაცა სამარცხვინო საკითხებამდე თითქოს ჩვენ გვთხოვენ იმას, რომ რაღაცა მამაკაცები არ დაორსულდნენ და რაღაც მამაკაცის რძე და ესეთ სისულელეების გვახსოვს წარსულიდან, თითქოს ომში გვითრევენ და ხო, რა ვიცი, პატარა სახელმწიფო რადგან ვართ, მაგრამ აი ღირსებით უნდა ვიდგეთ. პატარა სახელმწიფოები არის ბალტიის ქვეყნებიც და რუსეთის მეზობლები არიან ისინიც. მაგრამ რადგან აკმაყოფილებდნენ ისინი ამ სტანდარტებს, ევროკავშირის წევრებიც არიან, ნატოსიც და უსაფრთხოების გარანტიაც აქვთ, ხო? ეს რომ იცოდეს თუნდაც იმ ამომრჩეველმა, რომელიც ჯერ კიდევ ამ პროპაგანდის ქვეშ ექცევა ქართული ოცნების. შესაბამისად, ამ თავისი ქმედებებით, ანუ რას ნიშნავს? ხო, არსებობს პირობები, რომელიც განსაზღვრული არის და განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რაც მათ ჩაიდინეს, ეს არის დანაშაული. ეს სწორი ზმნა არის, ჩადენა. პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, განსაკუთრებით ახლა არჩევნების წინ, რაც აღინიშნა, ხო, მინისტერიალის განცხადებაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ის რომ არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, არის პოლიტიკური რეპრესიები, აი ეს ყველაფერი არის კრიტერიუმები, რომელიც უკვე უკიდურეს ზომის არ გამოყენებას უძღვის წინ. ევროკავშირმა მისცა კიდევ ერთხელ შანსი ქართულ ოცნებას, მაგრამ ქართული ოცნება როგორც ჩანს არაპირებს ბუნებრივია ამის გამოსწორებას, ვინაიდან მასზე დგას მისი ძალაუფლება. ამ კანონებზე, ამ რეპრესიებზე ასეთი სტილით ცდილობს, რუსული სტილით ცდილობს, რუსეთისკენ მივყავართ ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ახლა ხელს იშვერენ ოპოზიციისკენ, ამბობენ რომ უნდა ავკრძალოთ პარტიები, მათი ბრალია ეს ყველაფერი, სინამდვილეში ვინ ზარალდება თქვენ სწორად აღნიშნეთ.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე შეეჩვიან ბუნებრივად, ხო, 8 წელია გვაქვს ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია და სარგებლობენ ამ სიკეთეებით, რაც არის ევროპაში არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ დასაქმება, კურნალობა, სწავლა და ეს ყველაფერი თუ შეჩერდება, გამოიწვევს სიღარიბის ზრდას, გამოიწვევს იმას, რომ რაღაც დროებითი დასაქმების პროგრამები შეჩერდება და ადამიანები ვეღარ შეძლებენ უკვე ამით სარგებლობას და რას ნიშნავს ეს ქართულ ოცნებას ბოდიში გამოთქმისთვის და ფეხებზე ჰკიდია საქართველოს მოსახლეობა. აი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შედეგი, პასუხი და ეს ძალიან მკაფიოდ არის ევროკავშირის გზავნილში ასეც აღნიშნული. კი ბატონო. და გიორგი, მინდა გადავიდეთ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. მაყურებელმა ძალიან კარგად იცის თქვენი ხედვები და თქვენი გზა ამ არჩევნებთან მიმართებით, თუმცა მინდა გკითხოთ კონკრეტულად აი არჩევნების დღეზე 4 ოქტომბერს რაღაცნაირად აი ყველას თითქოს სხვადასხვანაირი სწორება აქვს, აი მაგალითად სხვა ის ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური პარტიების გეგმა ესეთი, რომ მშვიდობიანად უნდა დავამხოთ სწორედ 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს ქართული ოცნება, რომ რაღაცა მობილიზება უნდა მოხდეს, უნდა ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც თბილისში და მოკლედ, რა ვიცი, მშვიდობიან რევოლუცია დაახლოებით აი ამ სცენარს აღწერენ ბოიკოტის მხარდამჭერები. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ზოგადად აი 4 ოქტომბრისგან ეს მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ მარტო რაღაცა თქვენი და გახარიას ამომრჩეველი ვთქვათ სამართლიანად რომ არ იქნება საკმარისი იმისთვის რომ რაღაცა ქართული ოცნებას ხმები და ამომრჩეველი გადაწონოთ. ხო აი რაზე გაქვთ სწორება და რა მოლოდინი აი ამ 4 ოქტომბრის არჩევნებისგან, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ თქვენი გზა იყოთ ყველა სივრცეში, სადაც შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოთ ივანიშვილს. წინააღმდეგობა არის აქ თავარი სიტყვა. წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ხომ ამ არჩევნებს არ ვუყურებთ როგორც ჩვეულებრივ არჩევნებს, სადაც შეიძლება ჯერ ერთი რეჟიმის შეცვალა უშუალოდ ამ არჩევნებით, მით უმეტეს, როდესაც ეს არის ქართული ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნები. თან იმ წესებით, რომლის ცვლილება ჩვენ არ მოგვითხოვია და რატომ არ მოგვითხოვია, იცით? იმიტომ რომ ჩვენ მოთხოვნა მთავარი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესებითა და ადმინისტრაციით, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ამის მიღწევას ჩვენ ამდენი თვის განმავლობაში დაუღალავად ვცდილობთ სწორედ წინააღმდეგობის მოძრაობით ქვეყნის შიგნით და ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ადეკვატური ასახვით საგარეო ველზე, საგარეო დელეგიტიმაცია, რომ არსებობს ქართული ოცნების არაღიარების პოლიტიკა, იზოლაციის პოლიტიკა, ეს სწორედ პოლიტიკური პარტიების დამსახურებაა, რომ ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტი მიტანილი არის ჩვენს უცხოელ პარტნიორებამდე. აი ეს არის შინაარსი. სწორედ ამიტომ ჩვენ ბრძოლას ვეძახით ამ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული კალენდარზე მომდგარი არჩევნებია, ეს დე-ფაქტო არჩევნები არის. ჩვენ არ გვინდოდა რაიმე ჩრდილი მიგვეყენებინა იმ თავარი ჩვენი მოთხოვნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და რაღაც ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაუმსხდარიყავით, რომ ეხლა ადგილობრივი არჩევნებისათვის რაღაცა შეცვალეთ. არა, ჩვენ მივიღებთ ამ ბრძოლას უთანასწოროს ისეც, როგორიც ის არის. და ამიტომ ვფიქრობდით, რომ ეს დამატებითი ბრძოლის ველია, ამიტომ გვინდოდა ერთიანობა და კონსოლიდაცია, რომ იქ ყოფილიყო მნიშვნელოვანი ბრძოლა გამართული პარალელურად ქუჩის პროტესტისა და პირიქით ქუჩის პროტესტი გაგვეძლიერებინა, იმიტომ რომ ახლა მშვიდობიანი წინააღმდეგობა ეს კონსტიტუციური უფლებაა საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეებისა და უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ბოიკოტის გზით შეიძლება რაღაცა მით უმეტეს, როდესაც თარიღი არის ჩამოკიდებული 4 ოქტომბერი, იმ დღეს შეიცვალოს რამ, თორემ ჩვენ ამას ალტერნატივად კი არ პარალელურად განვიხილავთ ამის. წინააღმდეგობის მოძრაობა თუ გაძლიერდება, ჩვენ ამის მონაწილე ვართ. მინდა რომ არ ვიცი, აი მაყურებელს მაგალითად აუხსნათ, აი რატომ ხედავთ რაღაცა აი იმ ბრძოლაში შესვლის აზრს ისეთ ბრძოლაში, სადაც მოწინააღმდეგე, არ ვიცი, ვიცით რომ შეიძლება თავად ადგენდეს რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ბრძოლა. ხო, აი ამ ბრძოლაში შესვლის რაღაცა აზრი და შინაარსი მინდა რომ აუხსნათ მაყურებელს. ხო, რთულად ხო არ ვიკითხე, მე მგონი. არა, მე კარგად გავიგე, მე მგონი, აი ჩემი პასუხიდან მიხვდებით როგორ გავიგე. ჩვენ სულ ასეთ ბრძოლებში არ ვართ. თუ ვამბობთ რომ ქართული ოცნება არის რეჟიმი და ავტორიტარიზმი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადგენს ყოველთვის წესებს. ოპოზიციას
ზეგავლენის ბერკეტი პარლამენტში რომ იყო, მაშინაც არ ჰქონია, ხო? და ეს ასეც ხდება, მით უმეტეს, როდესაც ქართული მარტო არა შედეგსაც ეს არის თავარი ამბავი გიორგი. შედეგს თუ მარტო ქართული ოცნება ადგენს, მაშინ მე გეკითხებით, ის შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ 26 ოქტომბრის შემდეგ, არ იყო ჩვენი ბრძოლის შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ წესები იყო. ის რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ვიბრძოლეთ ასევე უთანასწორო ბრძოლაში, სადაც სრული მონოპოლია ჰქონდა ქართულ ოცნებას, არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაზე და არჩევნების დღეზე, არამედ მთელ სახელმწიფო აპარატზე. რამე ხომ არ შეცვლილა მას შემდეგ. გაუარესდა კანონმდებლობა, კი ბატონო, გაუარესდა, მაგრამ შეკრებების და მანიფესტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ გაუარესებულა? რა თქმა უნდა გაუარესდა. უთანასწორო ბრძოლაა ყოველთვის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეხლა თუ წესებს შედეგს წინასწარ ვიცით რა შედეგს დადებს, მაშინ მე გეკითხებით 26 ოქტომბრის შედეგი წინასწარ არ დადო, მაგრამ ამის შემდგომი პროცესები ხომ განვითარდა. ეს ხომ ქართველი ხალხის დამსახურებაა, პოლიტიკური პარტიების ბრძოლის დამსახურებაა. ასევე სულს გამოვიყენოთ ესეც. მოცემულობა რომ დღეშევა ხელისუფლებაში ეს ხომ არ შეცვლილა? ბოდიში თავიდან 26 ოქტომბრის არჩევნების მიუხედავად ის ფაქტობრივი მოცემულობა რომ ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში ეს ხომ არ შეცვლილა თქო. ეხლა თვითმმართველობის არჩევნებზეც რომ იმ შედეგს გამოაცხადებს, რომელიც არ ვიცი რაღაცა მის გულს გაუხარდება თუ რა ხასიათზეც გაიღვიძებს იმ მოცემულობას რომ არ ვიცი დიდ წილად ისევ ქართული ოცნება დარჩეს ძალაუფლების სათავეში, ამასაც ხომ არ შეცვლის? არა, ქართული ოცნება რომ ჯერ კიდევ არის მართვის სადავეებთან, ეს იმას არ ნიშნავს რომ არაფერი არ შეცვლილა. ქართული ოცნება არის არალეგიტიმური ხელისუფლება, ქართული ოცნება არის პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც არ აღიარებს არავინ დასავლეთში. ის არის დღემდე ცნობილი დამნაშავე რეჟიმად, რომელმაც შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი. ეს ყველაფერი გამოიწვია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ ბრძოლამ პარტიებისამ და საქართველოს მოსახლეობის ოპოზიციონერი ამომრჩევლის აქტივობამ 26 ოქტომბერს და იმ შეუპოვარმა ბრძოლამ, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო ქართულმა საზოგადოებამ. ეს არის სწორედ შედეგი, რომ არ გვებრძოლა, მაშინ ქართული ოცნება იქნებოდა ლეგიტიმური ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნებში რომ არ შევსულიყავით. მაგალითად, შესაბამისად, ჩვენ ხომ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იყო. ის მრავალსაფეხუროვანი პროცესი იყო, მრავალპლასტიანი და თითო აგური ჩვენ უნდა დავდოთ ყველგან, სადაც შეგვიძლია, რასაც რამდენი თვის განმავლობაში ვაკეთებდით, ის უნდა გავაკეთოთ. თორემ მაშინ ხელი რომ დავიკრიფოთ გულზე, ქართული ოცნება სულ იქნება ხელისუფლებაში მართვის სადავეებთან. აი ეს არის სწორედ ის შედეგი, სხვა შედეგი, რომელზე ზეგავლენაც ქართულ ოცნებას არ აქვს, თორემ არჩევნების შედეგად რომ ქართული ოცნება მაინც დარჩა ძალით და უკანონოდ და არაკონსტიტუციურად ჯერ კიდევ მართვის სადავეებთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ბოლომდე ჩაბეტონებული და რომ არ ჩაბეტონდეს, თუნდაც ყველა დონეზე, მუნიციპალურ დონეზე, დაბების, ქალაქების, სოფლების დონეზე, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები, დე-ფაქტო არჩევნები ბრძოლის ველად გამოვიყენოთ პარალელურად და არა ალტერნატივად, პარალელურად წინააღმდეგობის მოძრაობისა ქუჩაში.